ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ემდემა კიდე არის ვიღაც. მკვდარია. გამემშვიდობისა. გამარჯობთ თქვენ. ჩვენ პოლიციიდან ვართ. დეტექტივი ტატიშვილი, დეტექტივი მაჩაბელი. ამ სახლში ცხოვრობთ? დიახ, ამ სახლში ვცხოვრობ. მარიტა ფერაძე. დიახ, ეს მე ვარ. თქვენთან გასაუბრება გვინდა? ჩემთან? დიახ, სასწრაფოდ. და რამე მოხდა? აქ მოგახსენოთ? არა, მოგწანდეთ. მარტო ცხოვრობთ? მშობლები საზღვარგარეთ არიან. პირველადი დათვალიერებით გვამს ძალადობის კვალი არ აღინიშნება. აბა რა შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი? სამედიცინო ექსპერტის აზრით, ასეთი უეცარი სიკვდილის მიზეზი შეიძლება მხოლოდ ინფარქტი ყოფილიყო. ან ტვინის ან მიოკარდის. ინფარქტისთვის ძალიან ახალგაზრდაა. ამის მაპროვოცირებელი შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკი. ნამესრები აქვს? არა, მაგრამ აი ლოხაზე კაფე აქვს. ნუ ყველაფერს გაკვეთის შემდეგ გავიგებთ. ამოცნობა მოხდა უკვე? კი. მამამის მოიცნო. ნიკა არაბული 16 წლის თბილისელი. იყო პერსპექტიული ფეხბურთელი. საოცარია. 16 წლის ბიჭი, სპორტსმენი. ინფარქტით ხდება მანქანაში, რომელსაც ის ნახევარად შვილი გოგო მართავს. ხო, ამ მანქანას მართავდა ვინმე ინგა ნონიკოვა. და მანქანა ვის ეკუთვნის? გარდაცვლილის მამას. ასე მითხრა ძალიან მთხოვა და უარი ვეღარ უთხარიო. აბა ეს ნონიკოვა როგორ მოხვდა საჭესთან? დისკოტეკაზე გაიცნო და იქიდან ბრუნდებოდით. დისკოტეკა და ნარკოტიკები ერთმანეთთან შორს არ არის. სხვა რა თქვა კიდე ნონიკოვა? ეს სრულფასოვანი დაკითხვა არ მოხერხდა. არაფხიზელი იყო.
გარდაცვლილი დისკოთეკაზე ვისთან ერთად იყო მისული? როგორც მამამისმა მითხრა, იმ საღამოს მისი ვაჟი თავის შეყვარებულთან ერთად უნდა ყოფილიყო. შეყვარებულის ვინაობა ვიცით? კი. მარიტა ფერაძე. გიორგი დაეკა უკვე გავუშვი მასთან სასაუბროდ. კარგი, გასაგებია. მე რა გავაკეთო? გამოგითხე ის, მანიკოვა. ცოტა აზე მოვიდა უკვე და გაიხსენოს რა მოხდა. წავედი მე. მიდი. სად არის? ისულელი ნიკა ცოცხალი. ძალიან ვსუხურთ. არ შეიძლება რომ მომკვდარიყო. თანაც ეხა. ქვესმის შენი მდგომარეობა. მაგრამ სამწუხაროდ რაც გითხარით, ყველაფერი მართალია. მამამისმა ამოიცნო და შენ შესახებაც იმიგვითხრა. რა მოვიდა ავარიაში მოყვა? არა, სავარაუდოდ გულმა უმტყუნა. ერთად როცა იყავით, როგორ იყო? ჩვეულებრივად. არაფერი აწუხებდა? არა. თელი საღამო ერთად გავატარეთ. სად? სად იყავით მთელი საღამო? დისკოტეკაზე. რომელ დისკოტეკაზე? სადღაც მიტოვებულ ქარხანაში. თქვენ ორნი იყავით? თქვენ ორნი მიხვედით მარტო? კი. იქ რამოდენიმე მეგობარი დაგვხვდა. და თქვენ რატომ წამოხვედით ადრე? ვიჩხუბეთ. გიჩხუბეთ? ამას რა მნიშვნელობა აქვს? იცით, ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ და გავარკვიოთ რა მოხდა. თუ ნიკა ცოცხალი აღარ არის, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ეს ეხლა ფიქრობთ ასე. ხვალ მოგთხოვთ გავარკვიოთ რა მოხდა. ჩემი ბრალი. ნიკა მარტო არ უნდა დამეტოვებინა. თქვენ და გარდაცვლილი ნიკა არაბული საიდან მოდიოდით? ეგ ხო უკვე ვთქვი? ჩემთვის არ გიტყვით. ყველასად თავთ უნდა გავუმეორო? არა. მე. დისკოტეკიდან მოვდიოდით. გასაგებია. გარდაცვლილის მანქანაში როგორ მოხვდით? აუ თავი მტკიო. 16 წლის ბიჭი მოკვდა. მე რა შუაში ვარ? მეც ეს მაინტერესებს. იცით არ ვიცი საიდან დავიწყო. რადგან თავი გტკიოთ, თავიდან დაიწყეთ. მე მოცეკვავე ვარ. ღამის კლუბებში და დისკოტეკებზე ვცეკვავ. დღესაც ჩვეულებრივი სამუშაო დღე მქონდა. განვიცეთ. მუშაობა რომ დავამთავრე, ცოტა დავლიე. მე ეს ბიჭი გავიცანი. ცოტა მოწყენილი მეჩვენა და ვიფიქრე გავართობ თქო. მე გამოგივიდათ. კი. გამხიარულდა. ცოტა ვიცეკვეთ. მე რა მოხდა? ცეკვის დროს ცუდად გახდა. და გარეთ გავედით. გარეთ მითხრა კარგად ვარო და ვიფიქრე ცუდად ყოფნა, იმიტომ მოიგონა რომ გარეთ გავეყვანე. მე მივხვდი რომ მართლა ცუდად იყო. დახმარება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა. რა სახის დახმარება შესთავაზეთ? უთხარი საავადმყოფოში წაგიყვან მეთქი, მაგრამ არაო.
მე მთხოვა ჩემი მანქანით სახლში წამიყვანეო. რა უნდა მექნა, ისედაც დაბნეული ვიყავი. რამის სამარძე გთხოვათ წაყვანა? არ ვიცი. აბას არ მიყავდათ. ხომ გითხარით, დაბნეული ვიყავი მეთქი? თუ არაფხიზელი. ორივე. განაგრძე. შუაგზაში ცუდად გახდა. მერე გაითიშა და ძალიან შემეშინდა. პოლიციის ბრძანებას რატომ არ დაემორჩილეთ? არ შემიმჩნევია. გვიან დავაფიქსირე, რომ მომსდებდნენ. ნიკას სიკვდილის ამბავი როდის გაიგეთ? პატრულმა სანამ არ მითხრა გონზე არ ვიყავი. რომ ცოდნოდა მკვდარი იყო, ტრუპების ისე მეშინია მანქანაში რა გამაჩერებდა. ნიკა არაბული ტრუპი არ არის. გარდაცვლილია. დავამთავრეთ. ასე უცნაურად რატომ გაცვიეთ? გავიზიანებთ. მე ასე ვცეკვავ. გამოცვლა ვერ მოვასწარი. საღამოს ორგანიზატორი ვინ იყო? ლენა, გვარი. ერმაკოვა. ვინ არის? ცნობილი პრომოუტერია. ხშირად აწყობს ასეთ რაღაცებს. დიდი ხანია იცნობთ? რამოდენიმე წელია, რაც ვთანამშრომლობთ. ხელი მოაწერეთ. იქნებ ჯერ წაგაგიკეთე. სად იყავი გუშინ? მერი გახდა ცუდად. რატო არ მითხარი? ვერ მოვასწორე. როდის მერე ნერვიულობ ესე დედა შენზე. კაი, რას უხვარ დავიკიდებ არა? რა ჭირდა? მაღალი წნევა ქონდა. შენ ხელში კიდე კარგაცა. მთელი ღამე სახლში იყავი? ხობა საწავიდოდი. დილით კარგად გახდა თუ არა, ეგრევე შენთან წამოვედი. ხო იცი, როგორ მიყვარხარ. მაგრამ რო აურიო იცოდე. მაგ შენ მერი დედას ვატირებ ცხარეცრემლით. კაი, რა ხო გითხარი არა? მე გაგაფრთხილე. ხელი ხომ არ შეგეშალეთ? ხველების წამალია. მივხვდით, სხვა არაფერი გვიფიქრია. არა, მე სხვა რამე ვიფიქრე. კარგით. ცოტა მოვსვი, ხო? ცუდად ვარ. შოტლანდიურია? სხვათა შორის ჰემინგუეი ამბობდა, რომ ვისკი საზრდო არა კუჭისთვის, არამედ სულისთვისო. კარგი, გაკვეთის შედეგებზე რას მეტყვი? გაკვეთამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს გული გაუსკდა. მოიდება. სავარაუდოდ რისგან შეიძლებოდა ეს მოსვლოდა? გულის შემიური დაავადება. ნერვიულობა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ბევრი დალევა. სხვათა შორის მოულოდნელი სიხარულიც კი. ეს მითხარი, რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების გადამეტებული დოზით მიიღება? კი, დასაშვებია ისიც. გასაგებია. სხვა რამე საინტერესო არის?
კი, ერთი დეტალია უკაცრავად. ფეხებზე აღმოჩენილია რამოდენიმე ადგილას სილურჯეები. და ვერაფრით ვერ მივხვდი, რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, ჰა? ნიკა არაბული ფეხბურთელი იყო. ალბათ ეს სილურჯეები სამით აიხსნება. გასაგებია. კარგი, შალს აღარ შეგიშლით. გამარჯობა. გამარჯობა. პოლიციიდან თქვენ ხართ? დიახ, დეტექტივი გიგნაძე, დეტექტივი მაჩაბელი. რა შეასაქმე? მოხდა რამე? კარგია რომ ვარჯიშობთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. დიდი ხანია რაც ფიტნესით ვარ დაკავებული. ძალიან კარგი. და თქვენს ივენთებზე თუ ზრუნავს ვინმე სტუმრების ჯანმრთელობაზე? მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავიგერ ისეთ მოგინდათ. თქვენს მიერ მოწყობილ საღამოზე მოსული სტუმრებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. რო საშინელებაა, როგორ? ინფარქტით. არ გაგიგიათ? არა. ჩემი ყოფნის პერიოდში არაფერი მომხდარა. და არც არაფერი არ შემინიშნავს საეჭვო. ყველაფერი გადასარევად მიდიოდა. გადასარევად კი მიდიოდა, მაგრამ ტრაგიკულად დასრულდა. ასეთ საღამოებს ხშირად აწყობთ ხოლმე? საკმაოდ. და თქვენ რა გევალებათ? ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი კრეატივი შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. ვეძებთ საღონისძიებო დარბაზებს, ხშირად არაორდინალურს. ვაწყობთ თემატორ ივენთებს, დისკოტეკებს, პრეზენტაციებს. და რამე განსაკუთრებული შემთხვევა ხო არ გახსენდებათ? არა, ვერ ვიხსენებ. ჩვენ საღამოებზე არალეგალური, არასოდეს არაფერი ხდება. პოლიციასთან პრობლემა არ გქონია. ჩხუბის ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა. გუშინდელი საღამოს დამკვეთი ვინ იყო? ახალგაზრდების ჯგუფი. უნდოდათ საღამოს სადმე არაორდინალურ ადგილას მოეწყოთ და ჩვენც ეს მიტოვებული ფაბრიკა შევარჩიეთ. ნიკა არაბოს თუ იცნობთ? არა. არ ვიცნობ. ვინა? გარდაცვლილი. საცოდავი. განონიკოვას? ინგას კი. მოცეკვავია. ხშირად ვიწვევ ხოლმე. თქვენ თქვით, რომ თქვენს მიერ მოწყობილ საღამოებზე არალეგალური არაფერი ხდება. ასეა. მაშინ რა სიტყვით იმის შესახებ, რომ გარდაცვლილ ნიკა არაბულს სავარაუდოდ ნარკოტიკების გადამეტებული დოზისგან გაუსხდა გული. რომელიც შესაძლოა თქვენ საღამოზე მიიღო. ვერ გავიგერ, ისიც თქმა გინდათ. მხოლოდ იმის, რაც თქვი. ჩვენ უბრალოდ თქვენი აზრი გვაინტერესებს მომხდარის შესახებ. მე წვეულებას მხოლოდ იმ ალკოგოლური სასმელით ვამარაგებ, რომელიც კანონით დაშვებულია. ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკებს, სტუმრებიდან ვინ რაც დალევს და ვინ რაც გაიჩხირავს, ამაზე პასუხისმგებელი მე არა ვარ. ეხლა მაპატიეთ რა. უნდა ვივარჯიშო. მე მგონი გავანაწყენეთ. იმედია ამ დაწესებულებაში ცივი წყალი მოდის. წავედით. გვაქვს რამე საინტერესო? კი. აბა, როცა ახალგაზრდა ადამიანი ასე უეცრად გვხვდება, მის ორგანიზმში პირველ რიგში უნდა ვეძებოთ ნარკოტიკი, ალკოჰოლი, მეთანოლი და ფრეონიც კი. აქედან გამომდინარე საერთოდ არ გამკვირვებია, რომ ნიკა არაბულის პირისყრუში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. რომელი ნარკოტიკული ნივთიერება? მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი. MDMA? ხო, უფრო გასაგებად ექსტაზი. როგორც ჩანს, ჩვენი ეჭვები გამართლდა. სამწუხაროდ. მაგრამ MDMA ისეთი ძლიერი ნარკოტიკი არ არის სიკვდილი რომ გამოიწვიოს. სხვა ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩენილი არ არის? ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობის მიხედვით ჯერ არაფერი გამოკვეთილა. როგორც ჩანს, ნიკა არაბულმა რამდენიმე ტაბლეტი ერთდროულად ძალიან დროის მცირე მონაკვეთში. გასაგებია. კარგი. დიდი მადლობა.
ყველა ვისაც ნიკა არაბულზე ვესაუბრებ, ამბობს რომ ის აქცენტს ფეხბურთელის კარიერაზე აკეთებდა. ამიტომ არავის არ ჯერა რომ ნარკოტიკით მოვდა. MDMA არ არის ისეთი ნარკოტიკი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ შეიძლება ის ერთხელ არამომხმარებელსაც დაელია. თუნდაც უბრალო ინტერესის გამო. კი ბატონო, თეორიულად შეიძლებოდა, მაგრამ რამდენად ლოგიკურია ადამიანს, რომელსაც დღე-დღეზე პირველი პროფესიული კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, ნარკოტიკი მიიღო. კონტრაქტი? ო, ნიკას წვნას ველაპარაკე. დღე-დღეზე სამედიცინო შემოწმება უნდა გაეულო. ნებისმიერ შემთხვევაში MDMA საკმაოდ დიდი რაოდენობაა საჭირო. ჯამთელი ორგანიზმის სიკვდილი რომ გამოიწვიოს. ფაქტია, რომ ნიკამ ასეთი დოზა მიიღო. საკითხავია სად არ ავითარებაში. მოწმეებს რაც შეეხება. 3 ყავს. მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არაფერი არ უთქვამს ისეთი, რაც გამოძიებას დაეხმარება. ან მართლა არაფერი იციან, ან კიდე იციან და მალავენ. ასეა თუ ისე ახლა მთავარი აქცენტი სამხლებზე უნდა გაკეთდეს. იმ ტერიტორიის გამოკვლევაა საჭირო, სადაც დისკოტეკა ჩატარდა. სადაც ნიკა არაბული უკანასკნელად ნახეს ცოცხალი. აბსოლუტურად მართალია. იმ ტერიტორიის დათვალიერება მაინც მოგწეს რამე. აკაკი, დაადგინე ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია. მე პატრონეს დავუკავშირდი და გააფრთხილე, რომ დათვალიერებას უნდა დაესწროს. მიღებულია. კონკრეტულად რას ვეძებთ? კონკრეტულად არაფერს. ისე იგი ყველაფერს. ყურადღებით იღებთ. ყველაფერი გადაამოწმეთ, რაც შეიძლება საერთოდ მოგეჩვენოთ. ქაღალდზე რაღაცა ფხვნილის ნარჩენია. ეს შესაძლოა ექსტაზი იყოს. ესე იგი ვიღაცამ ამ ფურცელზე დაფშნა აბი და ისე მიიღო. ასე იშვიათად სვამენ ექსტაზს. ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცამ აბი დაფშნა. იქნებ ის ვიღაცა ნიკა არაბულია. მე აჭება. რაც შეეხება ჭიქას. ჭიქის გადახვა წვეულებაზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ის კი არა, ერთი ასეთი ნატეხი მეც ვიპოვნე. აი ერთი წუთით. დაემთხვა. რა სიტყვით?
იმას რომ ძალიან სასარგებლო ექსკურსია გამოვიდა. ჯერჯერობით დაახლოებით ვიცით რა მოხდა და როგორ. გვაქვს სამხელები, რომლებიც კონკრეტულად არაფერზე მიუთითებს. გინდა თქვა რომ ჩიხში ვართ? პირიქით ძალიან არ მინდა ამის თქმა. მაგრამ ფაქტია ჯერ არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე. დანაშაულთან, უბედურ შემთხვევასთან, დაუდევრობასთან. რეალურად ხელში არაფერი გვიჭირავს. მე ასე არ ვიტყოდი. აბა როგორ იტყოდი? მოდი ხელახლა გავაანალიზოთ სიტუაცია. შენ რაიმე ვერსია გაქვს? შეიძლება ჯერ ვარაუდის დონეზე, მაგრამ მაინც. აბა გისმენთ. ჩვენ გვაქვს სამხილები, რომლებსაც სადღაც მივყავართ. თუ გავყვებით ამ სამხილებს, მივიღებთ ასეთ სურათს. მოზარდი, რომელმაც დღე-დღეზე კონტრაქტს ხელი უნდა მოაწეროს და რომელმაც ზუსტად იცის, რომ წინასწარი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იღუპება ნარკოტიკით. ეს პირველი ალოგიკური მომენტი. კი ბატონო, მერე? დავუშვათ ნიკა არაბულმა თავისი ასაკიდან გამომდინარე დაუშვა შეცდომა და მან წამხედურობით ან სიმთვრალის გამო ნარკოტიკი მიიღო. კესომ გარდაცვლილის პირის ღრუში ექსტაზის კვალი აღმოაჩინა. როგორც მე გავარკვიე, ენაზე დადებით ექსტაზის მიღების შემთხვევაში პირის ღრუში ნარკოტიკის კვალი თითქმის არ რჩება. მიყოლებული სითხე ამ კვალს შლის. რჩება ერთადერთი ვარიანტი. ნიკამ ექსტაზი რომელიღაც სითხეში გახსნილი სახით მიიღო. ამიტომაც არის მისი პირის ღრუში MDMA-ს კვალი. ლოგიკურია. ლოგიკურად მივადექით თქვენ მიერ ნაპონ სამხილს, გაგაცილ ფურცელს, რომელზეც MDMA-ს კვალი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ზუსტად ამ ფურცელზე დაფშვნილი აბები დალია ნიკამ. და მეორე ალოგიკური მომენტი. რატომ იწვალებდა ამდენს? როცა შეეძლო უბრალოდ ენაზე დაედო და ისე დაელია. როგორც ამას ყველა აკეთებს. ესე იგი თავისნებით არ დაულებია. იქნებ ვინმე ასეთი ფორმით შესთავაზა. ნიკა არაბულმა მომაკვდინებელი დოზა მიიღო. ანუ თუ ვინმე შესთავაზა, ესე იგი საქმე გვაქვს დანაშაულთან და უბედური შემთხვევა აქ არაფერ შუაშია. აკაკი, შენი ვერსია დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ სურათია. სურათი მთავარი პერსონაჟების გარეშე. მე ხომ არ მithქვამს, რომ საქმე გავხსენი. მე უბრალოდ რაღაცეები თავის ადგილზე დავალაგე. თან ძალიან კარგად დაალაგე. დიდი მადლობა ეკა. ბატონო ზურაბ, არაბულის საქმის შესახებ ახალგაზრდა გოგოა მოსული. ვინ გოგო? მარიტა ფერაძე. ნიკა შეყვარებულია. მოვდივარ. სამუშაო საათებში დალევა არ შეიძლება. ვიცი, მე ერთ სამუშაო საათების მერევსო. ექსპერტიზის პასუხი მოვიდა? კი. ქაღალდის ნაგლიჯზე აღმოჩენილი ფხვნილის ნარჩენი MDMA. ანუ ადამი. რა ადამი? ექსტაზ პირველად ადამიანს ეძახდნენ. შენ რა იცი? საკითხული მაქვს. ეხლა რაზე მუშაობ? ეს გატეხილი ჭიქა და მისი ძირი მიტოვებულ ფაბრიკაში სხვადასხვა ადგილას აღმოვაჩინეთ. მაგაზე არაფერი ვიცოდი. მოტეხილი ძირი ტუალეტში ეგდო. იქ სადაც ქაღალდის ნაგლიჯი ვიპოვნეთ. ჭიქა ცოტა მოშორებით იყო. როცა აღმოჩნდა, რომ ფრაგმენტები ერთმანეთს დაემთხვა, ცოტა ეჭვი შეგვეპარა და გადავწყვიტეთ შეგვესწავლა. გონი არ ჩემშდარვართ, არა? ანაბეჭდები. ანაბეჭდები ცოტა უცნაურია. რას გულისხმობ? გარდა იმისა, რომ ჭიქაზე ჰორიზონტალურად აღინიშნება ხელის გულისა და თითების ანაბეჭდები, ასევე ძალიან მკაფიოდ ჩანს ვერტიკალური ანაბეჭდებით. ვერ მივხვდი. ვიღაცას ჭიქა იჭირა აი ასე. მე რა
მთელი საღამოს განმავლობაში ხან ესე აიღებ ჭიქას, ხან ესე. მაგაში რა არის საეჭვო? დაფიქრდი გიორგი, რა შემთხვევაში შეიძლება დაიჭიროს ადამიანმა ჭიქა აი ასე. შენ ფიქრობ, რომ ვიღაცამ ჭიქას სანაყის ფუნქციით გამოიყენა? ხო. ეხლა კიდევ ის არის დასადგენია სანაბეჭდები ვის ეკუთვნის. ნიკას მაგევრად შენ უნდა მომკვდარიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო. ესეთი მესიჯი უკვე რამოდენიმჯერ მომივიდა. სულ რამდენჯერ? 5ჯერ. ძალიან შემეშინდა და მაგით მოვედი თქვენ. სწორად მოქცეულ ხარ. ეკნებ ეს ხუმრობაა? არა. ესეთ ხუმრობას ნიკას ამბის მერე არავინ არ დამიწყებდა. და ნომერი ხო არ გეცნობა? არა. რეკავდი, მაგრამ გამართული იყო. გასაგებია. ეკნებ შენ თვითონ გაქვს ვინმეზე ეჭვი? არა. და მსგავსი შინაარსის მესიჯები ადრე ხომ არ მოხსვლია? არა, სადაც. დარწმუნებული ვარ, ეს ნიკას გარდაცვალებას ეხება. კარგი, შენ ნუღალა. შენ ნომერს კონტროლზე ავიყვანთ. და იმასაც გავარკვევთ ამ მესიჯებს ვინ გიგზავნის. და რამე ახალი ხო არ გარკვევა. ჯერჯერობით მუშაობთ. ო, მარიტა, რაღაც მინდა კითხო. შეეცადა სუსტად გაიხსენო. სანამ შენ წამოხვიდოდი დისკოტეკიდან. ნიკა ფხიზელი იყო? კი, ფხიზელი იყო. დარწმუნებული ხარ? კი. თან ნიკა არის რუსარსვავდა იმდენს, რომ გამთრალო. და ნარკოტიკებთან რა დამოკიდებულება ჰქონდა? ვერ გავიგე. ახლა თქვენ საკმაოდ ახლოს იყავით, ხო? და ნიკას ნარკოტიკებისკენ მიდრეკილება ხო არ შეგენიშნავს ოდესმე? არა. არა, საერთოდ ვერ ხვდები აქ ნარკოტიკები რა შუაში. ნიკა ნარკოტიკების გადამეტებული დოზით არის მკვდარი. გულიც ამიტომ გაუსკდა. ვერ ხვდები. ნიკა სიგარეტაც არ ეწევოდა. არა, იქნება უბრალოდ ვინმე შესთავაზა და გასინჯა. შეცდა ესე ვთქვით. არა. გამორიცხული. არა. კარგი. აბა, გადაადგინე. მარიტა ფერაზეს მესიჯებს ვინმე რომა ფეიქრიშვილის კუთვნილ ნომრიდან უგზავნიდნენ. ეს სახელი და გვარი გეუბნება რამეს? ებია ჩემი იყო ფეიქრიშვილი. მართლა? გეხმარები. როგორც ჩანს ეს ბიჭი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა. ყველაზე კარგად ალბათ ფეიქრიშვილმა იცის რა მოხდა. უნდა პირველ რიგში მაგას ვკითხავ. ებია ჩემის მოგვარეს. წავედი. მისამართი აქ წერია. უჩახთვალი.
ტელეფონის ნომერზე რა გაარკვია? ტელეფონზე რა გაარკვია მეთქი? აკაკი. კაბუტული ხარ? არ მესმის მე რატომ ანავია რომ მესამე ხარისხოვან დავალებებზე ის ამდენი სხვა ადამიანური რესურსია. თაბაგარი, როდოს დაბოლოს? ბიჭო, ჩვენ საქმეში მესამე ხარისხოვანი დავალებები რო არ არსებობს, არ იცი? მერე საჩენი ინტუიცია და პროფესიული გამოცდილება სათაბაგარის. რასაც შენში ამჩნევ, იმან შეიძლება საერთოდ ყურადღებას არ მიაქციოს. მათემატიკური მეხსიერება ქონია ბის. ვის კაცო? ვერ ხვდები ახლა ვისაც გეუბნები. ვერა? იმ რომა ფეიქრიშვილს. სადაც ვიყავი? საქმეზე გადახვედი უკვე. კარგია მერე? ტელეფონები და მობილურის ნომერებით ვაჭრობს. აი, კაცო, მერე? ზუსტად ახსოვს რომ ეს ნომერი რომლიდანაც მუხარის მესიჯებია გამოგზავნილი. რაც ახალგაზრდა გოგოს მიყიდა 14 დღის. სახელი გვარი? ჩანაწერებში ვერ იპოვა და თვითონ ეს ზუსტად არ ახსოვს. აბა, მათემატიკური მეხსიერება აქვსო. მათემატიკური ვთქვი მე. ჰუმანიტარული არ მithქვამს. აჰა. ციფრებს იმახსოვრებს, სახელებს ვერა. ეგრე. კარგი, დაახლოებით მაინც ვერ აღწერა, როგორ გამოიყურება ეს გოგო. ვერა. ეგ ცოდია. აი. ეს მომცა. ეს ვინ არის? ეს გოგო. ტელეფონით სადემონსტრაციოდ ფოტო გადაუღო. როგორ ფოტოებს იღებს ვითომ ეს აპარატი რა. ხო და ამ გოგოს ის არ ქონია. პირადობის მოწმობასთან არ ქონია და ამ ფეიქრიშვილმა ეს ნომერი თავის თავზე გაიფორმა ფეშკაშად. ვა. სავალ რომა. უნდა დავადგინოთ ამ გოგოს ვინაობა. გავესაუბროთ და გავარკვიოთ რატომ აგზავნიდა მუხარის მესიჯებს. მე კიდე მგონია რომ პირველ რიგში ეს ფოტო უნდა ვანახოთ მარიტას. რომ შეიძლება ამოიცნოს. ხო და მოდი ხოლო შევხვდეთ. კი ბატონო. ბატონო ზურაბ, რაღაც უნდა გითხრათ. მიდი გისმენ. შეიძლება ცალკე. თქვი მე აკაკისგან დასამალი არაფერი მაქვს. სანდრო დააკავეს. თქვენი შვილი. აკაკი. საერთოდ გაგიწევია. საბასკენ. საბასთან რა გინდა? ისევ აურია. გამაგიჟე, ესე იგი ვერაფერი ვერ გავაგებინე ამ დედაპლატას. ხედავ. სანდრა სად არის? სახში ბრძანდება. უშუალო გამოუშვეს. ადმინისტრაციული ჯარიმა გადავიხადა. წაიგენგლავეს რაღაცაზე. ვის არ უჩვენებია ახლა ამ საკში? არ აუშვეს. ცირა ამ ბოლო დროს ძალიან გვიჭირს საერთო ენის გამონახვა. ბიჭო, შიშით ლაწირაკიც ვეღარ დამიძახია. ყველა სიტყვას ყურადღებას აქცევს. ნაგიგურს ახლა გარდატეხის ასაკი აქვს. ხო იცი ახლა თვით დამკვიდრებას ცდილობენ, გავაზრებლად მოქმედებენ. ზოგჯერ აგრესიულებიც არიან. არ აუშვეს. დროის ამბავია, გაუვლის. გაუვლის ვითომ.
არა, ყურადღებას ნუ მიაქცევ და ძალიანაც რომ განიცდი ახლა. ორი წუთის წინ ამ დედაპლატამ გადაგრია, ვერაფერი გავაკებინეო და საკუთარი შვილი რო ვერ გაგიგებს, რა ხასიათზე უნდა დადგე. ეგეც მართალია. დიახ. მოვდივარ. იცნობთ? ეს ანა. გვარი? კირთაძე. რა ურთიერთობა გაქვთ? არანაირი. სულ რამოდენჯერ მყავს ნანახი. ნიკას ბავშვების მეგობარია. იმ დღეს დისკოთეკაზე იყო? კი იყო. ნიკასთან ქონდა კონტაქტი? რა თქმა უნდა. მარტო იყო? მეგობრებთან ერთად. ხომ არ გახსოვს შენ რომ წახვედი? ანა ისევ დისკოთეკაზე დარჩა? კი, იქ დარჩა. გასაგებია. საცხოვრებს ხომ არ იცი? კი, ვიცი. და ამას რამე კავშირი აქვს საქმესთან? სანამ ბოლომდე არ გავარკვევთ, ჯერ ვერაფერს გეტყვით.